გამარჯობა. მოგესალმებით ის კიდევ ერთ ვიდეოში. მე ჰუბერტი მქვია და დღეს სიამოვნებით წარმოგიდგენთ სერიის კიდევ ერთ ახალ პროდუქტს. ვიწყებთ. როგორც ალბათ იცით, ცნობილია ჯიაკალას მაგვარი სათყვარებით, რომლებიც ჩვენს კიდებში შეგიძლიათ ნახოთ. პირველ რიგში ამ სათყვარებით ეფექტურად შეგიძლიათ დაიჭიროთ ცითელფარფლიანი კალმახი, ცისარტყელას კალმახი, ქორჭილა, ქლენი, ასევე სხვა თევზები, რომლებიც თქვენს წყლებში ბინადრობენ. ჩვენს ასორტიმენტში ნახავთ სხვადასხვა ტიპის სათყვარებს, რომლებიც სხვადასხვა ჭიაყელას, ლარვას და პოპას მოგვაგონებს. სინამდვილეში აქ უკვე ყველაფერს იპოვით, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვუსმენთ მე თევზებს, რომლებიც განსაკუთრებით ჩვენს სათყვარებს იყენებენ. ახლა კი თქვენთვის კიდევ ერთ ახალ წინადადებას ვთავაზობ. ეს არის. თქვენ უკვე კარგად იცნობთ 57 მმ-იან ზომაში. სულ რაღაც 35 მმ-ია. ეს სათყვარები შევქმნით იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად შეძლოთ თეთრი თევზის დაჭერა, თუმცა ეს სათყვარა ასევე გამოგადგება ცისქვილის და მდინარის კალმახის თევზაობისასაც. დამატებით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სათყვარა საოცრად ეფექტური იქნება ქრემისა და იაზის დაჭერისას, განსაკუთრებით გაზაფხულ-ზამთრის პერიოდში, რომელიც სწორედ ახლა მოდის. ასე რომ, თუ გაინტერესებთ ეს სათყვარა, დააკვირდით მას მაღაზიებში, რადგან უკვე იყიდება. სათყვარები დამზადებულია მცურავი მასალისგან. დამატებით, ეს მასალა საოცრად ელასტიკურია, როგორც ხედავთ ახლა ის 56 მმ-იანი ვერსიის მაგალითზე. იგივე ახლა თქვენს ეკრანებზე ჩანს პატარა ვერსიის შემთხვევაში. ეს ყველა თვისება შენარჩუნებულია. იგი ხელმისაწვდომია 20 მჭიდროდ დამკვიდრებულ, ეფექტურ ფერში 4 სურნელის ვარიანტში, ნიორი, ტრილი, ხველი და უსუნო ვერსია მათთვის, ვისაც ურჩევნია თევზაობა დამატებითი სუნის გარეშე. და რაც კარგია, იმის წყალობით, რომ გვაქვს მცურავი მასალა, შეგვიძლია ეს კომპონენტი სხვადასხვა გზით ავტუროთ. მაგალითად, ის შემთხვევაში აქ ვხედავთ ჩებურაშკას. ძალიან ეფექტური მეთოდია, რომლის საშუალებითაც ეს სათყვარა სხვანაირად იქცევა. მაშინ, როცა შეგვიძლია ასევე ეფექტურად ვათამაშოთ ჯიგის თავით, დროპშოტით ან გვერდითი ნაბიჯით. მალე ვნახავთ ამ ძირითადი აღჭურვის მეთოდებს და იმასაც, როგორ იქცევა ეს სათყვარა წყალში. ასევე გაჩვენებთ, როგორ უნდა ვათამაშოთ იგი, რათა ეფექტურად დავფაროთ სათევზაო ადგილები. და ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სათყვარა პატარაა და ელასტიკურია, ის ყოველთვის უბრუნდება თავის პირვანდელ დაუზიანებელ ფორმას. თუ დავაკვირდებით, პირველ რიგში ჭიაყელას ვხედავთ. იმისთვის, რომ ეფექტურად დავიჭიროთ თევზი ჭიაყელაზე, უმეტეს შემთხვევაში საჭიროა, რომ ჩვენი ანკესით მოძრაობაში მოვიყვანოთ იგი, რათა მისი ეფექტური თამაში სხვადასხვა თევზს მიიზიდოს. მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ის შემთხვევაში იმის წყალობით, რომ აქ გამოყენებულია ეს რგოლები, რასაც ეკრანზე ხედავთ, ეს არის სათყვარა, რომელიც უკვე მუშაობს, მაშინაც კი, როცა წყალში ჩავარდება და ოდნავ რომ დააკაკუნოთ, თუნდაც მხოლოდ კოჭის დახმარებით. ის უკვე გამოსცემს შესაბამის ვიბრაციებს, რათა ეფექტურად მიიზიდოს თევზი თავდასხმისთვის. და გარდა იმისა, რომ თავად მუშაობს, აქ უპირველესად გამოყენებულია წარმოუდგენლად ეფექტური მასალა. როდესაც თევზი ჩვენს სათყვარასთან ახლოს ცურავს, ის უბრალოდ არ უვლის მას გვერდს და როცა იწყებს ჩვენი სათყვარის სიწყვნას, უპრობლემოდ ხლაპავს მას, რადგან სათყვარა ლამაზად იხრება და ამასთან ერთად ეს მასალა უბრალოდ ძალიან მოსწონთ. ის ძალიან ეფექტურია. ბევრი წლის განმავლობაში ვტესტავდით ამ მასალას, რათა სრულყოფილებამდე მიგვეყვანა. და ეს გამოგვივიდა. და რაც მაგარია ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან პაწაწინა 35 მმ-ია, მოდით გულახდილად ვთქვათ, ის ძალიან პატარა სათყვარაა. ამის წყალობით, თუნდაც რამდენიმე თევზი დავიჭიროთ, უპრობლემოდ შეგვიძლია იგივე სათყვარით ისე ვათვალიეროთ იგივე ადგილი. ეს მასალა წარმოუდგენლად გამძლეა, რის გამოც ერთი სათყვარა ჩვენთვის ბევრ დაჭერილ თევზს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვაში 15 ჩვენი სათყვარაა, ისინი ნამდვილად დიდხანს გეყოფათ. ახლა კი მოდით გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა აღჭურვოთ ასეთი სათყვარები. ყველაზე საბაზისო ვარიანტია ჯიგის თავი, უმეტესად ვოლფრამის, რათა სათყვარა ლამაზად წარდგეს. აქ არის კაუჩის სიგრძე. გირჩევთ გამოიყენოთ შედარებით მოკლე კაუჩები, ვიდრე ამ მაგალითში ანაჩვენები, რადგან ასეთ შემთხვევაში სათყვარა კიდევ უფრო ლამაზად იხრება ჩვეულებრივი, ნაზი ამოწევისას. მაგრამ არაფერს დაემართება, თუ ცოტა უფრო გრძელ კაუჩსაც დააყენებთ, რადგან ასეთ სათყვარასაც ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაძირვიდან თევზაობისას. დამატებით, გირჩევთ სწორედ ამ ვოლფრამის მწივების გამოყენებას. არა იმიტომ, რომ ისინი განსაკუთრებულად ეფექტურია თავად დაკლიკებისას,
არამედ წარმოიდგინეთ, მაგალითად, თუ გინდათ დააყენოთ ერთგრამიანი ტყუის თავი, ეს სატყუ არა ფაქტობრივად იმ ტყუის თავის ზომის იქნება. და სწორედ ის გვინდა, რომ ტვირთი იყოს დამატება და არა მთავარი ნაწილი იმაში, რითაც ვაპირებთ თევზაობას. ვოლფრამის მძივების გამოყენებით ვიღებთ არა მხოლოდ კარგ ფინეს, არამედ დამატებით უფრო ლამაზად ვაჩვენებთ ჩვენ სატყუარას. აი, აქ კი შეგიძლიათ ნახოთ მოქმედებაში. ფრთხილად ვქაჩავთ ჩვენს ანკეტს, რომ სატყუარას მოძრაობა მივცეთ, თუმცა ეს აუცილებელი არ არის, რადგან სინამდვილეში საკმარისია მხოლოდ მსუბუქი ამოწევა კოჭის დახმარებით. მართლა ძალიან მსუბუქი, რადგან ხშირი შეცდომაა ასეთი პატარა სატყუარებით თევზაობისას ის, რომ ისინი საკმაოდ დიდ მანძილზე ხტიან. ძალიან ძლიერად ვამუშავებთ მათ და ამის გამო თევზები ხშირად უბრალოდ უარს ამბობენ ჩვენს სატყუარაზე შეტევაზე. საკმარისია ნაზი მოძრაობა, ან ანკესით, ან კოჭით თქვენი სურვილის მიხედვით და მსუბუქად ვეხებით ან ფსკერს, ამ თევზაობთ შუა წყალში, რათა ეფექტურად დავამუშაოთ თითოეული ადგილი. მოусმინეთ, გულწრფელად გიხდით მადლობას ამ მასალის ყურებისთვის. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და ასევე იმედი მაქვს, რომ თქვენს მოგეწონებათ და რაც მთავარია, ეფექტურად დაგიჭერთ თევზს. თუ გსურთ მეტი ინფორმაცია ჩვენი სატყუარების შესახებ, ყველაფერს ნახავთ ვებგვერდზე. ასევე გიწევთ ამ არხის გამოწერაზე, მოგყევით ზე და ასევე ის პროფილზე. იქაც ვაზიარებთ ინფორმაციას ჩვენს სატყუარებზე ან იმაზე, თუ რას ვიჭერთ ამ სატყუარებით. თუ გსურთ მეტი ასეთი ვიდეო, აუცილებლად შეგვატყობინეთ კომენტარებში. მოგვიანებით შევხვდებით შემდეგ მასალაში.